მოგესალმებით, ტელეკომპანია კავკასია პროგრამაურს კლუბი გვამსტობენ, მე ასტროლოგი წამყვანი მიხეილ ცაგარელი და ჩვენ საუბრობ დღეს ისევ ასტროლოგიურ მოვლენებზე, იმაზე თუ რა ხდება ცისკაბადონზე, რაზე გავლენას ახდენს დღეს სწორედ პლანეტების ენერგია თითოეულ ჩვენთაგანზე და საუბარი 26 მაისის 1 ივნისის შუალედში მიმდინარე ასტროლოგიურ პროგნოზზე, პირებში ვისიქრით იქნება, ასე ვთქვათ, ეს დასამახსოვრებელი ეს პერიოდი. დავიწყოთ საერთო სიტუაციით. საერთო სიტუაცია იმაშია, რომ დედამიწა მეტნაკლებად ინარჩუნებს ამ კვირაში ჯერ კიდევ პოზიტიურ ენერგოველს, შემდეგ კვირიდან გადავარღვით ენერგოველში. პოზიტიურ ენერგოველი კი ნიშნავს იმას, რომ ეს კარგია უდაოდ, იმიტომ რომ ხელს უწყობს ურთიერთგაგებას ადამიანებს შორის, მეტნაკლებად ხელს უწყობს იდეების რეალიზაციას და სხვა სასიკეთო ცვლილებებს. ამიტომ მთლიანობაში კვირა ცუდი არ არის, მაგრამ ეხლა ერთი მაგრამ გვაქვს. ჩვენ აქ საყურადღებოა. ხვალდაზე განსაკუთრებით ეს ორი დღე, თუმცა მინდა გითხრათ, რომ დილიდან უკვე ჩემთან იყო ზარები, იმასთან დაკავშირებით, რომ აი ზოგიერთი ადამიანი უჩიოდა წნევას. დღეს და მინდა გითხრათ, რომ არ არის ეს შემთხვევითი მოსაუდნელი ესეთი რამ და მიზეზი ამის არის რა? ახალმთვარეობა ჩვენ გველოდება სწორედ სამშაბათს, ანუ 27 რიცხვში. ახალი მთვარე იქნება დილით, მისი პიკია 7 საათზე 2 წუთზე თბილისის დროით, თუმცა რასაკვირველია, ის უკვე დღესაც ზოგიერთ ადამიანზე მოახდენს ზეგავლენას, აი განსაკუთრებით ვინც ემოციურად გზნობი არიან, კოსმიკური ენერგიების მიმართ ისინი უკვე დღესაც იგზნობენ, მაგრამ ხვალდაზე განსაკუთრებით აი ეს ორი დღე ვიღოთ ყურადღებით, იმიტომ რომ ხდება აქ მზის და მთვარის ენერგიათა შეერთება ტყუპების ზოდიაქოში. ეს მოვლენა მეტად განაპირობებს ტრაუმულ ტენდენციებს, ამ პერიოდში კონფლიქტებს, თუნებებს, შესაბამის დაშვების ტენდენციას მოემატებს, სულსწრაფობა გაძლიერდება, აგრესიულობა, დეპრესიულობის გამოვლენა ხასიათში, ჯანმრთელობის გაუარესება და სხვა ნეგატიური გამოვლენები. ამიტომ ვიყავით ცოტა ყურადღებით. ხვალდაზე ჯობია რომ მაგათ ახალი საქმე არ დაიწყოთ. და აქ ავუშვათ რომ დღეს დღეები მშვიდად უნდა გაიაროთ. ილოცეთ, დალოცეთ ყველა. კი ბატონო, ეს კი კარგია. თუ რაღაც დისკომფორტ გზნობს, შესაბამისი წამლების პროფილაქტიკა წნევასთან თუ იქნება ეს დაკავშირებული, ცოტა მეტად დაასვენეთ საგუტარე თავი, ამ მხრივ იქნება გამართლებული აბსოლუტურად თქვენი მოქმედებები. ამიტომ ესე იგი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეების საკითხები უკვე 28 რიცხვიდან, უთხშაბათი დღიდან ჯობია განვახორციელოთ. ხვალდაზე უმჯობესია ყოველდღიური საქმეებით მოიპარგოთ, შვიდ-ცხოვრების რიტმზე გადაერთოთ და არაფერი ახალი განსაკუთრებული სარისკო, არავითარი მშვენი გაწყვეტილებები, ხელშეკრულებები, მოლაპარაკებები ხვალდაზე ჯობია რომ არ ვაწარმოოთ, მაინც იმიტომ რომ ცოტა სარისკოა ამის გაკეთება, მათი უმრავლესობა შემდგომ სათანადოდ არ ემუშავებს, ან არ განხორციელდება, ან ცოტა მეტი სხვადასხვა სახის სირთულეები შეიძლება წარმოექმნათ მათ. აი ეს ტენდენციები არის და გავითვალისწინოთ. ეხლა მოდით დავუშვათ ისიც რომ საერთო ჯამში მთლიანობაში ისიც ვთქვათ, რომ რადგან დედამიწა პოზიტიურ ენერგოველშია, ყველა ზოდიაქოს ნიშანს მეტნაკლებად აქ ამ კვირაში პოზიტიური შანსები, აი გამოკლებით ხვალინდელი, ზეგნდელი დღისა, ეს ორი დღე ხვალზე ყველამ გავიაროთ ცოტა მშვიდად, სტაბილურად ყოველგვარი კონფლიქტების, ყოველგვარი რაღაც გრანდიოზული საქმეების, მშვენი გაწყვეტილებების გარეშე არავითარი კონფლიქტები და არავითარი საქმეთა გარჩევა, აი ეს ორი დღე ცოტა მშვიდად. აი უკვე 4 შაბათიდან, კი ბატონო, პერიოდი ძალიან კარგია, თუმცა ახლა ხვალდაზეგაც კი დღის მეორე ნახევარში თუ ცოტა ფრთხილად ვიმოქმედებთ, თავშეთ შვიჯერ გავზომავთ, ერთხელ გავჭრით, ამ პრინციპით ვიმოქმედებთ ინტუიციაზე დაყრდნობით ზოგიერთი საკითხის გადაწყვეტა ხვალდაზეგაც შეიძლება, მაგრამ მაინც ნაკლებად სასურველია და საერთოდ ხვალდაზე მოვერიდოთ საყიდლებს. მათ შორის აი მაგათ შეიძლება ზოგს უნდა ტექნიკის შეძენა, მანქანის ან რაღაცა ესეთის კომპიუტერის დაშენგვა, ხვალდაზე არა. აი თუ მაინც 4 შაბათიდან. რატო? იმიტომ რომ შეიძლება არ გამოგადგეთ მერე ის რასაც იყიდით, ან აღმოჩნდეს ბრაკი, ან აღმოჩნდეს მერე ცუდად მომუშავე, დაბრუნება მოგიწიოთ, და სხვა პრობლემები შეიძლება შეიქმნას. თორე ყიდვით შეიძლება იყიდოთ, ამაზე არ არის საუბარი. ამიტომ მოლაპარაკებითაც შეიძლება მოილაპარაკოთ, მაგრამ ის მერე არ იმუშავებს. ამიტომ ხვალინდელი, ზეგინდელი დღე გავიაროთ ცოტა ყურადღებით, თხილად, წინ დახედულად და აი უკვე 28 რიცხვიდან შაბათიდან უკვე შეგვიძლია უკვე მნიშვნელოვანი საკითხები, საქმეები, ახალი პროექტები განვახორციელოთ და ასე შემდგომ. და ხვალდაზე, ამიტომ საყიდლების კუთხითაც მაინც სასიკეთო დღეები არ არის. ეხლა მოვით დავუშვათ ისიც თუ როგორ იქნება ეს კვირა ზოდიაქოს ნიშანთათვის.
და კონკრეტულად ასე ვთქვათ, აი ვერც პირველი ნიშნით და ხა მთლიანობაში რადგან ჩვენ ამშვენთ რომ დედამიწა პოზიტიურ ენერგიულშია, ყველა ზოდიაქოს ნიშანი იგრძნობს ამ პოზიტიურ შანსებს და შესაძლებლობებს. თუმცა კიდევ ერთხელ მე მინდა ახლა სანამ დავიწყებ აი მიმოხილვას, კიდევ ერთხელ მე მინდა კიდევ ერთხელ ყველას ასე იგი გთხოვოთ, რომ მაქსიმალურად შეგვეხმიანოთ პირად ჰოროსკოპთან დაკავშირებით იმ ტელეფონის ნომრით, რომელსაც მე ვაცხადებ, იმიტომ რომ აქ არის ისევ გაუგებრობები, ისევ შეგვეხმიანენ, მათ შორის რეგიონებიდან, რომ აი ელოდებიან პირად ჰოროსკოპს, რომ ეს შეპირდნენ ჩემი სახელით, და ვინ შეპირდა კაცმა არის ის სად რომელ საიტზე შევიდნენ კომპიუტერის და ასე შემდგომ და ნუ ვინ რას ატყუებს ჩემი სახელით ვერ გეტყვით რა აქაც არის უამრავი ესეთი შემთხვევა და კიდევ ერთხელ იყო ახლა აქ დაფიქსირებული ეს ამბები და კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ ხოთ იმ ტელეფონის ნომრით რომელსაც მე ახლა კიდევ ერთხელ გამოგიცხადებთ შეგვეხმიანეთ და აი ეს არის ნამდვილად ის რომლითაც თქვენ მოხვდებით ჩემთან ყველა სხვა სახის არ ვიცი საიტია ვის საიტია შეიძლება ჩემი სურათიც იყოს მაგრამ ეს ჩემი საერთოდ არ იყოს ეხდით ამიტომ საიტებს დავანებოთ თავი და ამას ნუენდობით და მხოლოდ ამ ტელეფონის ნომრით შეგვეხმიანეთ 599 91 52 38 599 და აი ამ ნომერზე შეგვეხმიანეთ ჩვენი საკონტაქტო ტელეფონია და ნამდვილად გექნებათ მაშინ უკვე ურთიერთობა ჩემთან შევადგენთ თქვენს პირად ჰოროსკოპს და ვისაუბროთ თქვენთვის მნიშვნელოვან თემებზე პირველში გავარკვევთ რა კოსმოსური მისიით ხართ მოსული და რას არაკეთებს სწორად რა შევცვალოთ უკეთესობისთვის რომ წავიდეს საქმე და ურთიერთობა და აქედან გამომდინარე სხვა შევს მინდა გითხრათ რომ რაღაცა ამ ბოლო ხანს მოიმატა ინტერესმა მათ შორის მამაკაცთა მხრიდან. ესაც საინტერესო მომენტია ჩასაფიქრებელი, იმიტომ რომ ყოველთვის იყო ძალიან დიდი ინიციატივა მანდილოსთა მხრიდან. ნუ ეს ახლა მე მაინც არ მიკვირდა, იმიტომ რომ მანდილოსებს ყოველთვის უფრო მეტად აინტერესებთ კოსმოსი, ესეც სამყარო, საიდუმლო სამყარო ინტერესი ესეც სფეროებისადმი ჰქონდათ ყოველთვის მაღალი და რასაკვირველია პროცენტიც ორჯერ მეტი იყო ყოველთვის მანდილოსნების. აი ეხლა მინდა გითხრათ წელს რაღაც შემოbrunებას აქვს ადგილი, იმიტომ რომ მამაკაცთა ინტერესი ისე გაიზარდა, რომ ახლა შემიძლია ალბათ თქვა, რომ დაახლოებით თანაფარდობაა მამაკაცთა და მანდილოსანთა შორის. ვერ გეტყვით სიმართლე გითხრათ, რით არის ეს გამპირობებული, რამ გამოიწვია ეს დაინტერესება, მაგრამ ნუ ფაქტი სახეზეა რა, რომ ესე იგი მამაკაცებში ინტერესი კოსმოსური საკითხებისადმი, ასტროლოგიისადმი მათ შორის რადიკალურად მოიმატა ამან. და ძალიან სასიამოვნოა, ძალიან გასახარებელია ეს ამბავი, იმიტომ რომ მამაკაცებთან ყოველთვის მიწევდა ძალიან რთული ურთიერთობა, იმიტომ რომ მათ ნაკლებად ჯეროდათ, ძირითადად უნდათ ტვინით გაგება ყველაფრის და არანაირი გულის ხმა ასეთი ამის მოსმენის ტენდენცია მათ არ ჰქონდა, ეს უკვე მანდილოსნები უფრო აგზლავრობდნენ და ეხლა მინდა გითხრათ, რომ ინტუიციურ მამაკაცებიც მოდიან, ლოგიკური აზროვნებაც კარგი აქვს და რასთვარია, ბევრს ძალიან წინ დაუდგა არაერთი ისეთი რამ, რაზეც ჩვენ გქონდა საუბარი და მე ვთვლი, რომ ალბათ ესეც არის მიზეზი, მათ შორის მე შევესწარი სხვა შორის ახლა არც დიდი ხნის წინ იყო აი რუსთავის გზაზე, ესეთ მოვლენას, როდესაც ავღრია იყო, ნუ კარგი იყო ის რომ სხერფლი არ ქონდა მავარიას, მაგრამ როცა ეს ორი მძღოლი ერთმანეთს ეკამათებოდა და ნუ გაერკვა რომ ერთმა ასე თქვა ხაზი საკეთ გადმოვიდა და რასთვარია ვერ უხსნიდა რატო დაემართა ეს, მე თვითონ არ ვიციო რატო მოხდა ეს ამბავიო, რაღაცა არ ვიციო, ვერ ხსნიო და ეს მეორეუბნება რომ კი მაგრამ შენ არ მოусმინაო გუში რო თქვაო საგარელმა რომ მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდია და ამ პერიოდში ორმაგად იყავით ყურადღებით, იმიტომ რომ შეიძლება უცებ გაითიშოთო და აი ესეთ შეცდომა მოგივიდოთ მათ შორის ავარიულიო ეს რო გავიგე, ნუ საკვირველია ვიფიქრე ახლა აი ეხლა კიდე მე აქ ეხლა რომ მოხვდე და კიდე ჩემზე გადაწყდეს ეს ყველაფერი არ მიდოდა და ნუ ერთ სიტყვით გავჩერდი ეხლა აღარ მივედი ახლო მაგრამ ნუ აი ესეთი რამ გავიგე კიდე იყო არაერთი შემთხვევა ესეთი ჩვენც ერთ კალბატონი ჩიოდა სხვა შორის მოხცი კაციც იყო რომელიც ჩიოდა რომ ხო თქვა ამ კაცმა რომ ამ დღეს ფული არ შეიტანოთ ბანკში რატო შევიტანე რა პრობლემები მოყვა მერე ამასო და ამას ყვებოდა და ნუ ესეთი მოვლენები ხა მე მაგ ჩემი ყურით ხშირად მოსმენილი ეს ამბავი და აი მოვლენებმა ეთყობა უკვე იმოქმედეს მამაკაცთა რაოდენობას და ალბათ ეს არის გაუმწვევი მიზეზი იმისა რომ ეს რაოდენობა აშკარად მატულობს და სასიამოვნოა ძალიან ერთ სიტყვით ამ ტელეფონის ნომრით ვიმეორებ 599 შეგვეხმიანეთ გავაკეთოთ თქვენი პირადი ჰოროსკოპი და იქნებით უფრო მეტად წინსვლის და წარმატების მატარებელი იმიტომ რომ უკეთ გაერკვევით საკუთარ თავში თავის თან უკვე სწორედ დასახავთ თქვენ თვითონ
როგორ ჭობია სვლა, დაუშვათ იქ უცხოეთი გიწერიათ, არ გიწერიათ პარტნიორული ურთიერთობა, ჯანმრთელობის პრობლემა, ყველაფერი ეს ნელ-ნელა მოიხსნება სწორი ევოლუციური გზის, ასე ვთქვათ, პირობებში. და ამ სწორად ჩვენ დავსახავთ. ეხლა დავბრუნდეთ ჩვენ დღევანდელ თემას, ვაჩვენს ახლმთვარობას ჩვენ ცოტა მოგვიანებით კიდევ ვისაუბრებთ. ეხლა მოვითავნიშნოთ ცალკეული ზოდიაქოს ნიშნებისთვის, როგორ იქნება ეს კვირა. მთლიანობაში რადგან ამუშავეთ, რომ აქვს მას პოზიტიური ელფერი, იმიტომ რომ დედამიწა მაინც პოზიტური ენერგოველშია, ყველა ზოდიაქოს ნიშანი ამას მეტნაკლებად იგრძნობს. მაგალითად, ბერძნები უფრო მეტად იგრძნობენ, რომ ურთიერთგაგება მათსა და მეგობრებს შორის, მათსა და კოლეგებს, მათსა და ხელმძღვანელ პირებს შორის აშკარად პოემატებს. რაც ძალიან კარგია. ამიტომ ხარდაჭერას მათი მხრიდან აშკარად გრძნობთ. ეს გაძლევთ დამატებით ძალას, ენერგიას, იმისთვის რომ ახალი გეგმები ჩამოყალიბოთ და სხვა შორის შეგვიძლია ძალიან კარგად გამოიყენოთ აქ საქმიანი და შემოქმედებითი თქვენი კავშირები. ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია მრავალფეროვანი კონტაქტების, შეხვედრების, მოლაპარაკებების კუთხით. შეიძლება სწავლისთვის იყოს ძალიან კარგი უკვე ეს დრო, საინტერესო ახალი ინფორმაცია მიიღოთ, პარტნიორული თანამშრომლობა ჩამოყალიბდეს, გზავრობა მოგზაურობის კუთხითაც კი ძალიან კარგი პერიოდი აქვს სხვა შორის ვერძებს. ამ ხრივ გამოიყენეთ მაქსიმალურად ეს დრო. რაც შეიძლება ოღონდ ვიმეორებ ხვალ და ზეგ ცოტა ფრთხილად. აი დავუშვათ ხვალ და ზეგ მოგიწიათ მოგზაურობა. მოგზაურობა აუცილებელი იქნა, ხო? რაღაცა ესეთი მომენტია ორმაგად ყურადღებით იყავით ვიმეორებ. მაგრამ თუ აქვს საშუალება რომ ხვალ და ზეგ დღე მშვიდად გაატაროთ, ეს რაზოგია უკეთესი. თუ არა და მაშინ ნორმალია ყურადღებით ამ ორი დღის მიმართ. თუმცა ახლა საჭესთან რაზოგია ყოველთვის უნდა იყოს ყურადღებით ადამიანი, მაგრამ ხვალ და ზეგ განსაკუთრებით. რაც შეეხება კურო ზოდიაქოს ნიშნით დაავადებას, მოითხოვეთ, რომ აქ სიტუაცია უფრო სტაბილურია. აქ პოზიტიური ცვლილებები შეიძლება მოხდეს კარიერული განვითარების კუთხით, სხვა შორის ფინანსური შესაძლებლობების ტენდენციებიც გაძლიერდებიან. თუმცა ეს უფრო მეტად მოიმატებს უკვე სადღაც დაახლოებით 6 ივნისიდან, როცა სიყვარულის და ფულის მმართველი პლანეტა ვენერა გადმოინაცვლებს თქვენ ზოდიაქოში, კუროში, მერე კიდევ უფრო მეტი იქნება ფინანსური შესაძლებლობების გამოვლენის ტენდენცია და გამოთქმებისას ხართ ძალიან ცეთი, როგორ გითხრათ, გულგახსნილი, უშიშარიც კი და არ გეშენიათ სიმართლის თქმის. მთავარია ის, რომ ეს სიმართლე არ იყოს მე კონფლიქტის მომტანი ზოგიერთებთან. ანუ ეს ცოტა დიპლომატიური სიმართლე ჯობია რომ იყოს, ვიდრე დავუშვათ პირდაპირ და შუბლში. ამასაც მეაქცევთ ყურადღება, თუმცა ზოგიერთი შეიძლება აღმოჩნდეს რაღაც მოდი ასე ვთქვათ, საიდუმლო სასკვარლო კავშირების წინაშე. ეს ტენდენციაც არის და ამ ხრივაც იყო ცოტა ყურადღებით, რაც მეტად თქვენი მოქმედად პრინციპით შვედჯერ გაზო მერცხელ გაჭერით ხილი წინ დახედული, ეს უფრო მეტად გაზდის წარმატების შანსს გინდათ დავუშვათ ხელშეკრულებების დადების დროს, გინდათ მოლაპარაკებისას, გინდათ ნებისმიერ საქმიანობაში. ერგოტონუსი ჯერ გაძლევთ საშუალებას, რომ აქტიურად იმოქმედოთ. რაც შეეხება ტყუპების ზოდიაქოს ნიშნით დაავადებას, ეხლა თქვენი დროა ტყუპებო, ნელ-ნელა ყოველდღე ენერგია გემატებათ, განწყობა უმჯობესდება, ამიტომ რაც შეიძლება მეტად უნდა იაქტიუროთ უკვე. იმიტომ რომ აქ შანსები წარმატებისა ერთიორად მატლობს აბსოლუტურად ყველაფერში. თქვენი შარმე, მიზიდულობა, კრეატიულობა ერთიორად ძლიერდება და აქედან გამომდინარე უდაოდ კარგი პერიოდია და მაქსიმალურად გამოსაყენებელი, იმიტომ რომ აქ მათ შორის შეიძლება ხეზგოელთა მხრიდან, მეგობართა მხრიდან გარკვეულმა, ასე ვთქვათ, მხარდაჭერა მიჩინოს თავი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. და აქედან გამომდინარე სხვა შეცვლილებებისთვისაც კარგი პერიოდია, შეიძლება მაგალითად გარეგნული იმიჯინა დაწყებული თქვენ მეთოდოლოგიის მოქმედებისა და დამთავრებული შეიძლება ბევრი ცვლილებები შეიტანო და თან სასიკეთო. ამიტომ მიაქტიურეთ აქ ვიმეორებ არის პერიოდი, როდესაც თქვენი შრომით, ნებისმიერ მოთმენებით, შეუპოვრობით, კავშირებით, გონება მახვილობით, საინტერესო ახალი იდეებით შეგიძლიათ საკმაოდ ასე ვთქვათ, შორს წახვიდეთ და ძალიან მნიშვნელოვან წარმატებებსაც მიაღწიოთ. და ფრიად პოპულარულიც გახდოთ საზოგადოებაში. ესეც უნდა აღნიშნოთ. რაც შეეხება კირჩხების ზოდიაქოს ნიშნით დაავადებას, აქაც სიტუაცია მეტნაკლებად ინარჩუნებს სტაბილურობას. აქაც შეიძლება ფინანსური კუთხით წარმატებული შესაძლებლობების წინაშე დადგეთ და მით უმეტეს თუ ასე ვთქვათ, კარგი სასკვარლო პარტნიორული ურთიერთობა ან საქმიანი კავშირები, აი აქედანაც შეიძლება წამოვიდეს ფინანსური ნაკადი, რომელიც გაუმჯობესებს თქვენს მატერიალურ მდგომარეობას. რაც მეტად ინტუიციაზე დაყრდნობით მოქმედებით, რაც უფრო მეტად ჩართობით საქველმოქმედო მათ შორის სფეროებში, საზოგადოებრივ საქმიანობაში, ეს თქვენი წარმატების ერთ-ერთი ფაქტორია, მეგობრებთან
კარგი ურთიერთობა ახლა შეუწყობს ასე მნიშვნელოვან მეგობართან მხრიდან თანადგომასაც და რაც მეტად ენასკბილს დააჭერთ საიდუმლოს დაიცავ და საკუთარ საიდუმლოს არ გათქვავ წინასწარ სანამ არ დაეწყებთ რაღაც საქმეს ან მოქმედებას მით უფრო მეტად წარმატებული იქნებით შემდეგ კი რა თქვენთვის უფრო რთული იქნება ამიტომ ეცავით რომ მნიშვნელოვანი საქმეები საკითხები გინდათ მოლაპარაკებები და ხელშეკრულებები ამ კვირაში აწარმოოთ და ასე ვთქვათ განავითაროთ. რაც შეეხება ლომის ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, აქ რასკვლელია ენერგოტონუსი თქვენი აშკარად მატულობს უმჯობესდება, ანუ ენერგია გემატება, შრომის უნარიანობა, ნებისყოფა, მოთმინება, შეუპოვრობა წინა პლანზე წარმოჩნდება და თან თქვენი ორგანიზატორული ნიჭი, უშიშარებებული სულისკვეთება, თვალსაცილო იქნება. აქ უფრო კარგად გაერკვევით ურთიერთობებში, საქმეებში, თქვენი მოქმედება იქნება უფრო მიზანსწრაფული, კოლეგებთან, პარტნიორებთან ერთობლივი შეიძლება თანამშრომლობაც ურთიერთგაგების მაღალ ფონზე წარიმართება და იქნება მეტად ნაყოფიერი, რაც შეიძლება მეტად რეფორმატორული სულისკვეთების გამოვლენა. რეფორმებისთვის, სიახლეებისთვის შეიძლება იყოს ახალი საქმე, ახალი პროექტი, ახალი ურთიერთობა, ახლებური მეთოდოლოგია მუშაობის ეს თქვენი წარმატების მნიშვნელოვანი ფაქტორებია და თან გაითვალისწინეთ ინტერნეტთან ურთიერთობა. ახლა უნდა იყოს რაც შეიძლება მობილური თქვენი მხრიდან, იმიტომ რომ აქაც გაქვთ საშუალება, რომ ინტერნეტის მეშვეობით ახალი მეგობრული წრეც შეიძლება შეიკროს და ახალი იდეები, პროექტები ჩამოყალიბდეს და მატერიალიზაციის აუცილებელი პირობებიც კი იპოვოთ. ამიტომ სიახლეებთან სიახლეების დროა, მოკლედ რო ვთქვათ, ლობებისთვის. რაც შეეხება ქალწულებს, ენერგოტონუსი ჯერ კიდევ ინარჩუნებს სტაბილურობას, ამიტომ თქვენი ორგანიზებულობა, დისციპლინა, შეუპოვრობა, მიზანსწრაფობა, მოთმინება, შრომის უნარიანობა მაღალ დონეზეა, რაც ხელსკობს წარმატებებს წინსვლას. არაერთი პოზიტიური სიტუაციის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ, როგორც სახლში, ასევე ურთიერთობებში. ამიტომ ეს პერიოდი ჯერ კიდევ ხელსკობს მათ შორის თქვენს პროფესიურ განვითარებას, ხელმძღვანელებთან, კოლეგებთან ურთიერთობების გაუმჯობესებას. სხვათა შორის აქ შეიძლება მაგალითად კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით დავუშვათ კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე იაროთ ან რაღაც ამდაგვარი რამ მოხდეს, რაც ხელს შეუწყობს კიდევ უფრო მეტად თქვენი პროფესიონალიზმის განვითარებას და ამ მხრივ წინსვლას. რაც უფრო მეტად თქვენ იქნებით ნებისმყოფიანი და ამავდროულად მეტად პრაგმატული მოქმედებისას და დაძრომებისას მეტად წახვალ წინ. რაც შეეხება სასწორი ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, ენერგოტონუსი რას ქვია უმჯობესდება. აქ და ამას იგრძნობთ იმით, რომ მატლოვსკენში კომუნიკაბილურობა, გონება მახვილობა, განწყობა უმჯობესდება, ფსიქოლოგიურად უფრო ძლიერი ხდებით, შინაგანად უფრო მშვიდდებით, პარტნიორებთან ურთიერთობა უფრო მეტად დობით ახსოვს იქნება და უფრო სტაბილური ელფერის. ამასთან ერთად, ჯერ შეიძლება მოდით ასე ვთქვათ, აი მithumetes ხვალდაზე იგრძნოთ ისიც, რომ გარკვეულწილად შეზღუდული ხართ თქვენს განწყობილებებში, დაუშვათ და უფლებებში, მაგრამ მე ნელ-ნელა უკვე ხშირად დღიდან თან-თან ესეც მოიხსნება. ძალიან კარგი პერიოდია მგზავრობისა და მოგზაურობისათვის, რას უკვე გათვალისწინებით ხვალინდელი ზეგინდელი დღისა და მისი მოვლენებისა და უცხოელებთან აქტიური კონტაქტების დროა. ამიტომ გინდათ უბრალოდ ის გასასწრებლად წავით უცხოეთში, გინდათ მივლინებით, მაგრამ აუცილებლად წავით თუ გაქვთ საშუალება, იმიტომ რომ არა მარტო ძალიან დიდ დამჯერებებს მიიღებთ, არამედ იქ შეიძლება გაიცნოთ ადამიანები, რომთაც მე შეიძლება ჩამოყალიბდეს საინტერესო პარტნიორული მათ შორის ურთიერთობა, ბიზნეს საქმიანობაც კი და სხვა შორის სწავლა უცხოეთში თქვენთვის ახლა იქნებოდა ძალიან კარგი. ერთ სიტყვით უცხოელებთან აქტიური კონტაქტი, ან უცხოელ ფირმებთან, რომელიც საქართველოში არიან ეს აქტიური კონტაქტი, იქნება თქვენთვის ფრიად ნაყოფიერი და წარმატებული უკვე ამ პერიოდში. მორიელი ზოდიაქოს რაც შეეხება, სიტუაცია უფრო სტაბილურია, ვიდრე წინა კვირა თქვენთვის აქ. ენერგოტონუსი ჯერ გაძლევს საშუალებას, რომ იშრომოთ, ნებისყოფა გამოავლინოთ, მოთმინებით, ასე ვთქვათ, მიაღწიოთ წარმატებებს და ამავდროულად უფრო შეუპოვარი ხდებით. ეს პერიოდი ხელს სკობს თქვენი პოზიციების გაძლიერებას და დარეგულირებას საკამათო მithumetes თუ იყო რაღაც ფინანსური საკითხები, ამის მოწესრიგებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დავუშვათ ისიც, რომ ამასთან ერთად რაც უფრო მეტად ეკნობით ინტუიციას, ენასკბილს აჭერთ, საიდუმლოს სიცავ და ასე მოქმედებთ ამ გზით, ეს თქვენი წარმატების სერიოზული საწინდარია. რაც შეეხება მშვილდოსნებს, აშკარად კარგი პერიოდია, იმიტომ რომ ენერგოტონუსი უმჯობესდება, თქვენ გრძნობთ უფრო კომფორტულად საკუთარ თავს და შესაძლებლობები წარმატების საერთოდ მატლობს აბსოლუტურად ყველაფერში. მათ შორის პარტნიორთან მხრიდან დახმარებას იგრძნობთ. ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობაც იქნება მეტად ნაყოფიერი, საქმეებში თანდათან პროგრესი თვალშისაცემი იქნება. საერთოდ პარტნიორ ურთიერთობებს პირობებში მიაქცეთ ყურადღება, იმიტომ რომ გინდათ პირადი სასიყვარულო, გინდათ საქმიანი ურთიერთობა, რაც უფრო მეტად იქნება მყარი და სტაბილური, ვიდრე უფრო მეტად თქვენი წარმატება
წარმატება მოიმატებს. ამასთან ერთად სამართლიანობის გრძნობა აუცილებლად წამოწია წინა პლანზე. სამართლიანობითი მოქმედებით, რაც თქვენი წარმატების ერთ-ერთი ფაქტორია და რთული საკითხი თუ რაიმე არ რთული ურთიერთობა ჩამოყალიბდა, მეტუმეტეს ხვალზე ახალმთვარეობაზე ხო, მაქსიმალურად გადაწყვიტეთ დიპლომატიურად, მშვიდობიანად კომპრომისების მიღწევით და არა აგრესიით. მაშინ იქნებით გაცილებით უფრო წარმატებული და თქვენი რეიტინგი ერთიორად მოიმატებს. რაც შეეხება თხის ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, უფრო მშვიდი, სტაბილური პერიოდია ვიდრე წინა პერიოდი და მოითხოვოთ, რომ ეს ის პერიოდი, როდესაც თქვენ შეგიძლიათ გარეგნული იმიჯის შეცვალოთ. ანუ მოდი ეს ვთქვათ, შეგიძლიათ პატარა ტაიმაუტიც აიღოთ ამ პერიოდში და საკუთარ თავს მეტად მიხედოთ. აი დიდი ხანი გინდოდათ მოგეწესრიგებინათ საკუთარი თავი, შეიძლება საკუთარი ორგანიზმი, შეიძლება საკუთარი გარეგნობა. აი ამისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია და ამავდროულად მეაქციოთ ყურადღება ჯანმრთელობის საკითხებს, აქაც შეიძლება არაერთი საკითხის და პრობლემის მოგვარება, რაც მეტად კარგი ურთიერთობა იქნება შენარჩუნებული თქვენსა და კოლეგებს შორის, თქვენსა და ხელმძღვანელებს შორის, ეს მეტად ხელს შეუწყობს თქვენ სტაბილიზაციას და მათ შორის პროფესიონალურ წინსვლას და განვითარებას. მთლიანობაში იდეების რეალიზაციისთვის საკმაოდ კარგი და ნაყოფიერი პერიოდია. რაც შეეხება მერწყულებს, მერწყულებო უპირველესკოვლისა აქ თვითრწმენა მატულობს ენერგიასთან ერთად. იმუნიტეტი ძლიერდება, ფსიქოემოციური სტაბილურობა მეტად იჩენს თავს, ამიტომ თქვენ შეგიძლიათ არაერთი მნიშვნელოვანი საკითხის პრობლემის გადაწყვეტა და არაერთ შემთხვევაში იგრძნობთ, რომ საკმაოდ კარგად შეიძლება წარიმართოს არაერთი იდეა, პროექტი, გავლენის სფერო თქვენი ძლიერდება ეროვნულ ადამიანების ხოჩოს, კონკურსებში, ლატარებში მონაწილეობის მიღება იქნება მეტად ნაყოფიერი თქვენი მხრიდან და ამავდროულად აღნიშნოთ ისიც, რომ შვილებთან ურთიერთობა გაუმჯობესდება. ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია სასიყვარულო რომანტიკული ურთიერთობებისთვის, არსებული ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, ან დაუშვათ ახალი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად. ერთ სიტყვით, მერწყულებო, სიყვარულის დროა თქვენ ცხოვრებაში. ამიტომ სიყვარულისთვის, ქორწინებისთვის ასევე მეტად ნაყოფიერი პერიოდია. და როგორც ლიდერი ხელმძღვანელი, გადავიღოთ აიღებთ ინიციატივას საკუთარ ხელში და შეგიძლიათ ძალიან კარგი ლიდერული ორგანიზებული წესრიგებით წარმოაჩინოთ და ამით კიდევ მეტად გაზარდოთ თქვენი ავტორიტეტი. რაც შეეხება თევზების ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, აქ მოითხოვოთ, რომ შეიძლება ახალ წრეში აღმოჩნდეთ კონტაქტებისა და ურთიერთობებისა. შეიძლება ძალიან პერსპექტიული ახალი საქმიანი კავშირების წინაშე აღმოჩნდეთ, ახალი საქმიანი წინადადებებიც მიიღოთ. ერთ სიტყვით, მოდით ეს ვთქვათ, საინტერესო პერიოდია უდაოდ თქვენთვის, შეიძლება ზოგიერთ თქვენთაგანი აღმოჩნდეს მგზავრობა მოგზაურობის წინაშე. ახალი შთაბეჭდილებები მიიღოთ, აქედან გამომდინარე ახალი იდეებიც ჩამოყალიბდეს, თუმცა ზოგიერთმა შეიძლება სამშობლოშიც მიაღწიოს წარმატებებს, ან ზოგიერთი საყოფაცხოვრებო საკითხები მოაგვაროს ხოჩვის, რაც უფრო მეტად კარგი ურთიერთობა გექნებათ ახლობლებთან, ნაცნობთან, ოჯახის წევრებთან, ეს ერთიორად გაზრდის თქვენი წარმატების შანსებს. ინტუიციაზე დაყრდნობით მოქმედება ასევე თქვენი წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია და დაუშვათ თუ იყო რაღაც საშუალება იმისა თუ იქნა რომ თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ დიზაინი, გაალამაზოთ სახლში, ამასაც საკმაოდ კარგად გადაწყვეტავთ ამ საკითხებში და ეს კიდევ უფრო მეტად სასიკეთოდ იმოქმედებს თქვენს ფსიქო-ემოციურ განწყობაზე და მდგომარეობაზე. ამიტომ მთლიანობაში კვირა უდაოდ თქვენთვის კარგია და ასევე გამოიყენეთ, ოღონდ ხვალდაზე გიცით რომ ცოტა ფრთხილად უნდა გაიაროთ ეს დღეები. ეს ზოგადი ინფორმაცია 12 ზოდიაქოს ნიშნის შესახებ, ახლა რაც შეეხება უკვე თითოეული დღის, ასე ვთქვათ, ასტროპროგნოზს ამ კვირისა და რა ტენდენციები იქნება ამასთან დაკავშირებით, აი ამაზე ვისაუბრებთ ახლა. ნუ პირველ რიგში მოდი დავიწყოთ ხვალინდელი დღით, 26 რიცხვია ხვალ, დამოკიდებულობის დღე, წინ მინდა მოგილოცოთ ეს დღე. ყველას და ხვალ მაინც ხვალინდელი დღე ითხოვს ყურადღებას, იმიტომ რომ გეომაგნიტურია, გეომაგნიტური ენერგიები ხვალინდელი დღესაც ცოტა მეტ პრობლემებს უქმნიან ადამიანთა გულსიზარვან სისტემას, ნერვულ სისტემას, რაც თავის მხრივ შეიძლება გახდეს მიზეზი თავის ტკივილების, უგონებობისა, წნევასთან დაკავშირებული პრობლემისა და სხვა დისკომფორტული გამოვლენებების, ამიტომ მეტად აკონტროლეთ ხვალაც წნევის მდგომარეობა ხვალზე, მაზექ. 3 დღე ზედიზედ გვაქვს გეომაგნიტური, სხვა შორის და ნაწილობრივ დღევანდელი დღეც არის გეომაგნიტური, ამიტომ არის რომ შეიძლება ესეთმა პრობლემებმა ცოტა მეტად იჩინონ თავი, იმიტომ რომ ზედიზედ გვაქვს ჩვენ ასეთი რამდენიმე გეომაგნიტური დღე, რასაც ზოგიერთი ადამიანს ყველა მეტად იგრძნობს და ამიტომ წნევას პირველში ყურადღება, გაიზომეთ თუ არის პრობლემა, წამლების პროფილაქტიკა, თუ დაბალია ყავა გამოიყენეთ, რათა მოიყვანოთ წნევა ნორმაში და უკეთ იგრძნოთ თავი ამ დღეების განმავლობაში.
ხვალ ასევე ყურადღება მოგცევთ იმას, როდესაც მე უკვე გავამახვილე თქვენი ყურადღება იმ მაგალითით, რომელიც მოგიყვანეთ, ხვალ ჩვენ გვაქვს მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდი 17 საათიდან 53 წუთიდან 21 საათამდე 25 წუთამდე გასტონს იგი. აი ამ დროს უარყოფითი მთვარის ენერგია ზედმეტად ადუნებს ყურადღებას ადამიანებს, შეიძლება გახდეს მიზეზი ამ დროს არასასურველი ტრავმებისა და ავარიებისა, რაც ითხოვს აქ ორმა ყურადღებას ვიმეორებთ ზღოლებისა და ქვეითად მოსიარულეებისაგან, რათა ეს უცაბეთი პატარა გათიშვაც კი არ გახდეს მერე ტრავმების ან ავარიების მიზეზი. ასეთ ის დროა, როდესაც მაგალითად აი შეიძლება ადამიანი ზოგჯერ მეუბნება, რომ კაცო, როგორ ვერ დავინახე, რომ წინ იყო გამოთხრილი. და დავუშვათ რაღაცა ჩაფიქრდა იმ მომენტში რაღაცა იყო რაღაცა ყურადღება გადაიტანა და ჩავარდა და მე უკვე ტრავმული სიტუაცია შეიქმნა ხომ ცხოვრებაში. აი ესეთ მოვლენები არის ჩვენ ცხოვრებაში. ვიცით ჩვენ ამ შესახებ და აი ეს უმრავლეს შემთხვევაში ხდება მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდში. აი დამხრე ვიყავით ყურადღებით. ხვალ რთული ტენდენციების დღეა, თუმცა ძლიერდება ინტუიცია. მასზე დაგნობით შეგიძლიათ უფრო სწორი არჩევანი გააკეთოთ. საყვარელ ადამიანებთან შესაძლებელი იქნება ურთიერთობების უფრო მეტად ჰარმონიზაცია, თუ ამას მოინდომებთ. თუმცა კარგია ხვალინდელი დღე მაგალითად ძველი არაფერს მომცემი ნივთებისგან განთავისუფლებისათვის. პარტნიორებთან შეიძლება მომავლის გარკვეულწილად დაგეგმაც კი ბატონო. ესეც არ იქნება ცუდი, თუმცა რადგან ტრავმული დღეა, მაინც ცოტა ყურადღება გმართებს ამ კუთხით და ხვალ ესე იგი მოვერიდოთ კისრის მკვეთრ მოძრაობებს, ხალების და პაპილომების მოშორებას, ასევე ყურების გახრეტას, სარისკო მოქმედებებს და სულსწრაფ გადაწყვეტილებებს და აკონტროლეთ თქვენი საფულე. რაც შეეხება ჯანმრთელობას, სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, სწორი ნაწლავის ზონა, ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა ხვალ არ იქნება სასურველი. ყველაზე კარგია ხვალინდელი დღე კუროს, კერჩხების, ქალწულის და თევზების ზოდიაქოს ნიშანთათვის. რაც შეეხება უკვე 27 მაისს სამშაბათი დღეა, ესეც გეომაგნიტურია, როგორც სამშობლოდ, იმიტომ რომ ახალ მთვარეობასთან არის იგი დაკავშირებული. ანუ ახალ მთვარეობა მზისგან მთვარის ენერგიათა შეერთება ხდება ტყუპების ზოდიაქოში, რაც ასევე მეტად განაპირობებს კონფლიქტურ სიტუაციებს, ნეგატიურ ჯანმრთელობის გაუარესებას, სხვა სახის თუნებებს, შეცდომებს და შემდგომ. და ამიტომ ესე იგი ეს დღე გავიაროთ ხილად, არაფერი ახალი სარისკო მშვენი აქ არ დავიწყოთ, ყოველდღიური საქმეებით შემოვიფარგლოთ, ან ძველი საქმე დავასრულოთ, შვიდად გავიაროთ ეს დღე. ახალ საქმესაც აქ ნუ დავიწყებთ და დღე ვეცადოთ ვიმეორებ, აი მაგათ ლოცვით გავატაროთ და დალოცეთ ასევე ყველა სხვაც. აი მხრივ იქნება ძალიან კარგი. ნუ შეიტანთ საკვებ რაციონში სამშაბათს რძის ნაწარმს. ალკოჰოლურ სასმელებსაც მოვერიდოთ. ეს ნეგატიურად იმოქმედებს ორგანიზმზე. რაც შეეხება ჯანმრთელობას, სუსტდება ფილტვები, ხელები, მხრები, ბრონქები. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ იქნება სასურველი. დადებითია ეს დღე ვერცხლისთვის და ტყუპებისთვის. რაც შეეხება 28 რიცხვს, 28-ში ეს 4 დღეა. ჩვენ გვაქვს ასევე გეომაგნიტურია ეს დღე და ამიტომ იცით რომ და კონტროლი ამ დღეს განსაკუთრებული პირველ რიგში წნევას და მივაქცევთ ყურადღება ასევე მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდს, რომელიც დაიწყება 17 საათიდან 21 საათამდე 35 წუთამდე გასტონს. ამ დროს ზედმეტად დუმდება მეორე ყურადღება ადამიანებს, შეიძლება გახდეს მიზეზი ამ დროს არასასურველი ტრავმებისა და ავარიებისა, რაც ითხოვს აქ განსაკუთრებულ ყურადღებას ზღოლების და ქვეითად მოსიარულეებისგან. და კიდევ რა ხდება ამ პერიოდში გონების ინტელექტის კომუნიკაციის მმართველი პლანეტა მერკური 9 ივნისამდე გადაასვლებს ტყუპების ზოდიაქოში. ამ ზეგავლენის შედეგად უკვე ზოგიერთი ხვალიდან იგრძნობს ამას, მაგრამ 28 რიცხვიდან განსაკუთრებით თვალსაცემ იქნება. აშკარად ვიგრძნობთ, რომ მეტად უვითარდება ადამიანს გონება מחვილობა. კომუნიკაბელურობა, უცხოენების ათვისების სწრაფი უნარი, მგზავრობა, მოგზაურობისადმი მეტი მიდრეკილება, ეს გაზდის დახვეწილი იუმორის უნარს და კარგი, მოდი ასე ვთქვათ, ლოგიკური აზროვნების და ანალიზის უნარს ადამიანებში. თუმცა, ამ დადებითად განავითარებს სულსწრაფობას, ზედაპირულობას, ათი საქმის ერთად დაწყების სურვილს, გარკვეულ შინაგან მერყეობა, გაორების ტენდენციებს ადამიანთა ხასიათში, ამასაც უნდა მიაქცეს ყურადღება. თლიანობაში დღე კარგია ერთობლივი მუშაობისთვის, ასევე ინფორმაციის გასვლისათვის, თუმცა კონტროლეთ ემოცია. კონფლიქტებს ადგილი არ უნდა გქონდეს. და საიდუმლო ინფორმაციას ნუ გათქვავთ ამ პერიოდში, მოვერიდოთ უხაერო სივრცეებს. რაც სუსტდება განსაკუთრებით ფილტვების ზონა და სასუნთქის სისტემა. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ფილტვები, ბრონქები, ხელები, მხრები. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანიზმის მიმართებაში 4 შაბათს განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ იქნება სასურველი. ყველაზე კარგია ეს დღე ლომის, სასტორის, ფილოსნის და მერწყულის ზოდიაქოს ნიშანთათვის.
რაც შეეხება 29 მაისს, ეს უკვე ხუთშაბათი დღეა, აქ აკონტროლეთ თქვენი აზრები, ემოციები, თუმცა დღე კარგია ვაჭრობისთვის, კარგად მოფიქრებული საქმეებისთვის, პარტნიორწელებებში მოიმატებს სანდოობა, გულახდილობა. აქ მაგალითად შედეგიანია კბილების, ძვლების, სახსრების, ხერხემლის, კანის, მუხლების კურნალობა და საგვევრაციონში აქ შევიტანოთ მეტად რძის ნაწარმი, ბოსტნეული და ხილი, რაც ძალიან კარგად იმოქმედებს ადამიანის იმუნიტეტზე. თუმცა ამ დროს არ ვარგა მაინც ხუთშაბათს სახლის მშენებლობის დაწყება, ბინის შეცვლა, სესხლის აღება, გადამოწყვეტ საბუთების სანამ ხელს მოაწერთ, იმიტომ რომ აქ შესაძლებლობის დაშვების ტენდენცია მაღალია. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება კუჭი, მკერდი, ღვიძლი, ნავლის ბუშტი. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოების მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ იქნება სასურველი. დადებითია ეს დღე მორიელის და თხისქა ზოდიაქოს ნიშანთათვის. და რაც შეეხება დღეებს, აი მაგალითად ჩვენ შევჩერდით პარასკევ დღეზე, როგორ იქნება შემდეგი კვირის პარასკევი დღე, ანუ ეს არის უკვე 30 მაისი, გეომაგნიტურია პირველ რიგში და გაითვალისწინეთ, რომ გეომაგნიტური ზეგავლენის შედეგად ყოველთვის შეიძლება იყოს გარკვეული დისკომფორტი, შეიძლება თავის ტკივილი, უგონებობა და შემდგომ, რაც უმრავლეს შემთხვევაში დაკავშირებულია სწორედ წნევასთან. ამიტომ გაიზომეთ წნევა 30-ში და თუ ესე დისკომფორტი გაგვდა, შესაბამისი პროფილაქტიკა მიიღეთ, მით უმეტეს თუ ახლა ხანდაზმულები გყავთ, მათ მით უმეტეს სჭირდებათ ესეთი ყურადღება, რათა მოიყვანონ წესრიგში საკუთარი ორგანიზმი. ამის გარდა, საღამოს პერიოდი ითხოვს ყურადღებას 20 საათი და 52 წუთიდან ღამის 0 საათამდე 20 წუთამდე. ამ დროს ვარო მთვარის ენერგია ადუნებს მეტად ყურადღებას ადამიანებში და ეს არის ამიტომ მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდი, როდესაც შეიძლება უცებ ადამიანმა თვითონ ვერ ახსნას რა დაემართა და უცებ შეიძლება მაგალითად ამას მოყვეს მოდუნება ყურადღებისა, გახდეს მიზეზი ტრაუმულ-ავარული სიტუაციების. ამიტომ მძღოლებს, ქვეითად მოსაურულებს ამ პერიოდში ორმაგი ყურადღება ესაჭიროებათ. და მეტი დრო დაუთმეთ ბავშვებს, პარასკევს. კარგია ეს დღე ფოტოგრაფიისათვის, კულინარიისათვის, ხელსაქმისათვის. ამ დღის მოვლენები ადამიანს დიდ ხანს ამახსოვრდება. საყვარელ ადამიანთან ერთობლივ ვარჯიში, ბუნებაში გასეირნება, კიდევ მეტად დაგაახლოებთ. აქ ნაოდე აღნიშნოთ, რომ საგვევრაციონში შევიტანოთ ბოსტნეული, კენკრა, რძის ნაწარმი, მაგრამ არ ვარგა თხილის, თაფლის და სხვა ალერგიის გამოწვევი პროდუქტების გამოყენება. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება კუჭი, მკერდი, ღვიძლი და გულის ზონა, განსაკუთრებით უკვე ღამის საათებში გულთან ვიყოთ ცოტა ყურადღებით დავასვენოთ საკუთარი თავი. პოზიტიურია ეს დღე კუროს, კერჩხების, ქალწულის და თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთათვის. 31 რიცხვს რაც შეეხება, ეს უკვე შაბათი დღეა და ამ დღეს დაწყებული საქმე აუცილებლად ეცადეთ ბოლომდე მიიყვანოთ. საგვევრაციონში მეტად შეიტანეთ ხორცი, თევზეული, რძის ნაწარმი, კვერცხი, კარტოფილი, ბოსტნეული, რაც ძალიან კარგად იმოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე. კარგი აქ მაგალითად შაბათს საბავშვო წვეულების გამართვა, მშენებლობის დაწყება, მოლაპარაკებების წარმოება, კონტრაქტების გაფორმება, ნიშნავანი საკითხების განხილვა, კი ბატონო, პარტნიორულ ურთიერთობებისთვისაც ძალიან კარგია და შედეგიანი აქ თვალების, ვენების, ნერვული სისტემის კურნალობა. ამავდროულად ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება გულსიზარღვანი სისტემა, ხერხემალი. ოპერაციების ჩატარება მათ მიმართებაში სასურველი არ არის. ამის გარდა მოვერიდოთ შაბათს სოლარიუმს, საუნას, ასევე სიმძიმეების აწევას, ზედმეტად ნერვიულობას და გადაღლას. ყველაზე კარგია ეს დღე ვერცხლისთვის და ტყუპებისთვის. და რაც შეეხება უკვე 1 ივნისს, ეს უკვე კვირა დღეა. კარგი დღეა სპორტული ღონისძიებებისთვის, ექსკურსიებისთვის, საბავშვო ზეიმებისთვის, კულტურულ გასართობი ღონისძიებებისათვის, ლოცვისთვის, ასევე მეგობრული კონტაქტებისათვის და ჯანმრთელობის კუთხით აქ სუსტდება უკვე ისევ გულსიზარღვანი სისტემა, ხერხემალი, განსაკუთრებით აი წელის არის ზონა ხერხემლისა, ამიტომ მაგაც მოვერიდოთ ისევ საუნას, სოლარიუმს, მოვერიდოთ ასევე სიმძიმეების აწევას, გადაღლას, გავფრთხილდეთ გულსიზარღვან სისტემას. ყველაზე კარგია ეს დღე ლომის, სასტორის, შილდოსნის და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთათვის. ეს ზოგადად ტენდენციებია შემდეგი კვირის, ახლა სანამ დანარჩენ თემებზე ჩვენ გადავალთ და ვისაუბრებთ, ახლა პირველში მინდათ კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ გამოსულია ჟურნალი ჰოროსკოპი და შენი ჰოროსკოპი, ასეთი ორი. ეს შენი ჰოროსკოპია, შედარებით მომცრო, თუმცა ესეც საკმაოდ დიდი ინფორმაციის მატარებელი, აქ არის უზარმაზარი ინფორმაცია, სადაც თქვენ არა მარტო დაუშვათ უკურსო, ანუ მიმართულება დაკარგული მთვარის საათებს იხილავთ თვეების და მიხედვით. არამედ აქ არის ცალკეული თვეების და მიხედვით, ცალკეული ზოდიაქოს ნიშნების
ასე ვთქვათ, ასტროპროგნოზი, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ამის გარდა ჟურნალი ჰოროსკოპი უკვე დიდი იცით თქვენ, სადაც არის პოლიტიკური ასტროპროგნოზი 2025 წლის, ასევე აქ არის ის დღეები, რომელსაც ჩვენ ვწოდებს სწორად გეომაგიტურ, ასე ვთქვათ, გარკვეულ დღეებს და აი აქ არის დედამიწის ბიოსფეროს მონაცემები გრაფიკული გამოსახვით, როდის არის პოლიტიკური, როდის არის უარყოფითი და ეს გეომანტია ამ დროს რა შეება და რაზე გავლენას ახდენს ადამიანზე, რა მოვლენებია ამასთან დაკავშირებით მოსალოდნელი. ამის გარდა გვაქვს ყოველდღიური ასტროპროგნოზი მთვარის ზეგავლენის შედეგად და ასევე 2025 წლის აღმოსავლური და დასავლური ზოდიაქოს ნიშნების ასტროპროგნოზი. შეგნეთ კი გელოდებათ რას უკვირველია, აქ უკვე კალენდრების მთელი წყება. აი მაგალითად ეს არის პატარა კალენდარი, რომელიც ჯიბის კალენდარი, ეს არის ერთ ზოდიაქოს ნიშანზე. აწყობილი თვეების დამიხედვით აღნიშნულია აქ ამ ნიშნის დადებითი უარყოფითი დღეები, ახალმთვარეობა, სავსემთვარეობა, მათი მნიშვნელობა. აქვე შეგნით თქვენ ნახავთ, ასე აღმოაჩენთ ბიზნეს შემოქმედებით სასწავლო კალენდარს და სამედიცინო ასტროლოგიურ კალენდარს, სადაც აღნიშნულია ის დღეები, როდესაც ამა თუ იმ ორგანოსთან დაკავშირებით ოპერაციების ჩატარება არ იქნება სასურველი. და აქვე ნახავთ საოჯახო დიდ ასტროლოგიურ კალენდარს, რომელიც 1998 წლიდან გამოდის, ანუ უკვე წინა საუკუნიდან. მოდი ესე ვთქვათ, აი მაშინ გამოვშვიმე პირველად და აი ეს არის 12-ვე ზოდიაქოს ნიშანზე გათვლილი მთელი წლის განმავლობაში ასტროკალენდარი თავისი დადებითი უარყოფითი დღეებით, ცალკეული ზოდიაქოს ნიშნებისთვის, ახალმთვარეობით, მზის და მთვარის დაბნელებებით, მათი ახსნა განმარტებებით და ასე შემდგომ. და ამ ინფორმაციით რასაკვირველია ამ ჟურნალების მეშვეობით იქნებით გაფრთხილებული, ანუ შეიარაღებული, იმედია წარმატებული, მაგრამ თუ ისევ ადგილი აქვს საბოტაჟს, ზოგიერთ ადგილას ეს გაფრთხილებულია, სხვა შორის ორივე ჟურნალი რესპუბლიკის უდიდეს ქალაქებში და ძალიან ბევრ ადგილას, მაგრამ სამწუხაროდ იქიდან ჩივიან ადამიანები, რომ სადაც არ მივიდნენ, არსად არ დახვდათ ეს. არ ვიცი რატო ხდება ეს ამბები, ყოველ შემთხვევაში თუ ვერ ნახეთ რომელიმე რაიონში, შეგვეხმიანეთ შემდეგი ტელეფონის ნომრით 597 15 99 77. ვიმეორებ 597 15 99 77 და ნუ ვეცდება ჩვენი ასე ვთქვათ გამომცემელი რომ სახლში მოტანით ასე ვთქვათ მოგიმსახუროთ. აი ეს გავაკეთოთ ამასთან დაკავშირებით. ეხლა რაც შეეხება უკვე დარჩენ მოვლენებს შემდეგი კვირისა, ნუ ახლა ვისაც აქვს მაგალითად კურნალობის დაწყება განზრახული შემდეგი კვირის განმავლობაში. აი რომელი დღეებია მათთვის უფრო მეტად სასიკეთო და ასე ვთქვათ უფრო მეტად წარმატებული. კურნალობის დაწყება შეიძლება სხვა შორის ხვალაც 26-ში, შეიძლება 29-ში, აი ეს დღეები ყველაზე კარგია. მაგრამ 27 არ ვარ კურნალობის დასაწყებად, მას მოვერიდოთ, დარჩენ დღეები ნეიტრალურია. მგზავრობის კუთხით, ნუ ახლა მაგალითად 29 რიცხვი, 30 რიცხვი გაცვლებით უკეთესია, ვიდრე მაგალითად ხვალ და ზეგ. ხვალ და ზეგ ცოტა მაინც ფრთხილად ვიღოთ მგზავრობის კუთხით. ეს დღეები ნაკლებად, ასე ვთქვათ, წარმატებულია. დარჩენ დღეებს არ აუშვებს. სამსახურის შეცვლის თვალსაზრისით ყველაზე კარგი იქნება 29 რიცხვი, თუმცა ხვალაც შესაძლებელია ეს პროცედურა ჩავატაროთ, მაგრამ აი ზეგ არ ვარგა 27-ში არ ვარგა. ხელშეკრულებების დასადებად ყველაზე კარგი იქნება პერიოდი, რომელიც უკავშირდება უკვე 28, 29 მაისის დღეებს, აი ეს დღეები გამოიყენოთ ამისთვის და 27 რიცხვი მაქსიმალურად ავიცილოთ. დარჩენ დღეები საშუალოა. ქორწინებისთვისაც 27 რიცხვი არ ვარგა, ხვალინდელი დღეც 26-იც არ ვარგა. ამ დღეებში ცოტა მოვერიდოთ ქორწინებას. ხოლო მაგათად უკეთესი იქნება 28 რიცხვი, კი ბატონო. და აი გივა დავუშვათ თუნდაც შაბათ კვირას. ნუ ვერ ვიტყვი რომ გადასახლებები დღეები, მაგრამ უკეთესია ვიდრე დავუშვათ ხვალინდელი და ზეგინდელი დღეები საქორწინო კუთხით. რაც შეეხება ბინის ყიდვა, გაყიდვას, ახალ ბინაში გადასვლას, ჯობია 27 რიცხვი გავცდეთ, 27-ს თავისთავად და 29 გამოიყენოთ. ამისთვის 30-ის გამოიყენოთ, აი ეს ორი დღე უკეთესია, მაგრამ ხვალ და ზეგ 26-27 გამორიცხოთ. დარჩენ დღეები საშუალოა. მშენებლობის დასაწყებად, სარემონტო სამუშაოებისთვის, ნუ მაგალითად ამ კუთხით მოდი აღვნიშნოთ, რომ 29 შეგიძლიათ გამოიყენოთ, 30 შეგიძლიათ გამოიყენოთ, 27 გამორიცხოთ. დარჩენ დღეები, ნუ მეტნაკლებად შეიძლება გამოიყენოთ. სხვილი საყიდლებისთვის ასევე გამორიცხოთ 27 რიცხვი, 28, 30 შეგვიძლია გამოიყენოთ.
სასამართლო პროცესების დასაწყებად ასევე 27 არ ვარგა, სამაგიეროდ კარგია 28 და 30 მაისის დღეები და რიცხვები. დარჩენილი დღეები საშუალოა ამ კუთხით. ვისაც აქვს ახლა თმების შეჭრის სურვილი, ესე იგი შაბათი კვირაა ყველაზე კარგი. მოდი ასე ვთქვათ, ხო, ესე იგი 31 და 1 ივნისის დღეები. აი ეს ორი დღე გამოიყენეთ თმების შეჭრის კუთხით, ყველაზე კარგია ეს დღეები. დარჩენილი ნაკლებად არ უწყობს მაინც ხელს ამ პროცესებს. და ეხლა ვუშვოთ ასევე ისიც, რომ უნდა მივაქციოთ ყურადღება რას უყურია საფინანსო ჩვენს კალენდარს, ამ საფინანსო რიტუალებს, იცით თქვენ ის რიტუალები, როდესაც თქვენ შეგიძლიათ ამა თუ იმ მოქმედებით საგრძნობლად მოიზიდოთ ფინანსური ეგრეგორი, ფინანსური ენერგია და ამით გამოუჩვენოთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. აი რა მოვლენები უწყობს ამას ხელს. მაგალითად, ხვალ 26 მაისს კარგია ვალის დაბრუნება, ფულის ვალში გაცემა, ანაღება, კრედიტის გაფორმებაც კი შეიძლება. 27-ში კი მოვერიდოთ ახლა ყველანაირ ასე ვთქვათ, მით უმეტეს სხვისი ფულიც არ გადაითვალოთ და ფულთან დაკავშირებულ ასე ვთქვათ მოქმედებებს უმჯობესი ამისგან თავი შევიკავოთ 27-ში. 28-ში კარგია, მაგალითად, თუ კარგად მოფიქრებული გაქვთ ინვესტიციების გაკეთება, საათის წარგის შეძენა, მაგრამ არ ვარგა ფულის ვალში აღება, ან გაცემა და კრედიტის გაფორმება. 29 მაისს კარგია ძვირფასეულობის ლომბარდში ჩადება. 30 მაისი კარგია ფულის ვალში გასაცემად ან ასაღებად, კრედიტის ასევე გასაფორმებლად და ვალის დასაბრუნებლად, მაგრამ არ ვარგა საკუთარი ფულის გადათვლა. 31 მაისს, ანუ ამ შემთხვევაში ახლა დავუშვათ თქვენ თუ აუცილებლობა გაქვთ, აი ახლა მეკითხებია ზოგჯერ ფულის გადათვლისა, აი რა ვქნათ, აი ვიღაცას უნდა რაღაც დავბრუნოთ ვალი, ხო? ფული უნდა გადათვალოთ, ხო, რომ სწორად აძლევთ. ამ შემთხვევაში უმჯობესია რომ სხვას მისცეთ გადასათვლელად და არა თქვენ გადათვალოთ, იმიტომ რომ თქვენ თუ გადათვალეთ თქვენი ფული, მე ორმაგად მეტი დაგიждდებათ ეს ყველაფერი. და ამიტომ ჯობია სხვას მისცეთ და იმან გადათვალოს ასეთ შემთხვევაში. 31 მაისს კარგია ვალის დაბრუნება, საიუველირო ნივთების შეძენა, არ ვარგა კაპიტალ დაბანდება, ცოტა ან თუ აუცილებლობა, კარგად უნდა დაფიქრდეთ და კარგად აწუნდათ ყველაფერი. და ძვირფასეულობის ლომბარდში ჩადება. რაც შეეხება 1 ივნისს უკვე აქ არ ვარგა სწორედ ლომბარდში ძვირფასეულობის ჩადება და არ ვარგა ასევე სარკის შეძენა და ფულის ვალში გაცემა ანაღება. აი ეს ყველაფერიც უკავშირდება საფინანსო რიტუალებს შემდეგ კვირისა, რაც შეეხება ანგელოზის დროს, საათს. ეს ის დრო აიცით რომ ისობისას თქვენ შეგიძლიათ გახვიდეთ პირდაპირ კონტაქტზე თქვენს პარველ ანგელოზთან, თხოვოთ რა გინდათ რომ მოხდეს თქვენ ცხოვრებაში, თუ ეს თხოვნა ადეკვატურია თქვენი ცხოვრებით, თქვენ ასრულებთ თქვენ კოსმიურ მისიას, აი რაზედაც სწორედ პირადი ჰოროსკოპი მეტყველებს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ პირადი ჰოროსკოპი, იმიტომ რომ მაშინ თქვენ სწორ ევოლუციურ გზაზე დგებით და უკვე თქვენს მისიას ასრულებთ, მაშინ უკვე თქვენი კონტაქტი პარველ ანგელოზთან რო აზრიანი იქნება. იმიტომ რომ თქვენი თხოვნა თუ ადეკვატურია იმისა, რასაც თქვენ იმსახურებთ თქვენი კარმული ცხოვრებიდან გამომდინარე, მაშინ ამას მიიღებთ. ეს შეგისრულდებათ, მაგრამ თუ არ იმსახურებთ, აბსოლუტურად სხვა გზით მიდიხარ და პირიქით თქვენს კოსმიურ მისიას არ ღვევთ თქვენი მოქმედებები და ცხოვრების უწესით, მაშინ უყურია, რაც არ უნდა თხოვოთ ამ შემთხვევაში პარველ ანგელოზს ის არ აგისრულდებათ. ამიტომ თხოვნა უნდა იყოს ადეკვატური და უნდა იმსახურებდეთ ამას. ამ შემთხვევაში კი ბატონო ეს კონტაქტი იქნება კარგი, იმ ხრივ რომ თქვენ მიიღებთ მერე გარკვეულწილად საპასუხო პასუხებს. ამასთან მიმართებაში. ახლა მოვიტანხმოთ აი რა დრო გვაქვს ჩვენ, მაგალითად ხვალ. დღის 11 საათი 25 წუთიდან დღის 12 საათამდე 15 წუთამდე გვაქვს ანგელოზის დრო. ამ დროს გინდათ 1 წუთის განმავლობაში, გინდათ 9 საათის განმავლობაში თქვენზეა დამოკიდებული. თავარი არის რა შეგიძლიათ ილოცოთ კიდეც და რასთვარია მიმართოთ თქვენს პარველ ანგელოზს. რა გინდათ რომ მოხდეს თქვენს ცხოვრებაში. არა, ბოდისვიხტი, აქ შემეშალა დრო, არასწორად გითხარით, ხვალ, ეს რა დროც გითხარით, ეს არის ეგ. ხვალ, ესე იგი 26-ში, 12 საათზე, დღის 12 საათიდან 8 წუთიდან, დღის 13 საათამდე 12 წუთამდე გვაქვს ჩვენ ანგელოზის დრო. და აი ზეგ უკვე სამშაბათს დილის 11 დღის 11 საათიდან 25 წუთიდან, დღის 12 საათამდე 15 წუთამდე. ეგ შევასწორეთ ხო ეს უკვე. ეხლა 28-ში 4 შაბათს დილის 7 საათზე 45 წუთზე იწყება ანგელოზის საათი, გასტანს დილის 8 საათამდე 33 წუთამდე. 29
მაისს ეს უკვე ხუთშაბათია, დილის 9 საათიდან დილის 9 საათამდე 55 წუთამდე. 30 მაისს დღის 15 საათიდან 12 წუთიდან დღის 16 საათამდე 4 წუთამდე გასტონს იგი. 31 მაისს შაბათს დილის ან დღის როგორც გენებოთ 11 საათიდან დღის 12 საათამდე ესე ვთქვათ. და 1 ივნისს ასევე დღის 12 საათიდან 14 წუთიდან დღის 13 საათამდე 3 წუთამდე გვაქვს ანგელოზის დრო. ამ დროს შეგიძლიათ სწორედ მას თხოვოთ რა გინდათ რომ მოხდეს თქვენ ცხოვრებაში. ეხლა რაც შეეხება იმას რაზე ჩვენ თავიდან ვისაუბრეთ რომ დღეს ნაწილობრივ მაგრამ ხვალდაზე გვაქვს ჩვენ ახალმთვარეობა ახალმთვარეობის შესახებ მინდა რამდენიმე ინფორმაცია მოგაწოდოთ პირველ რიგში ის რომ ახალმთვარეობა იცით თქვენ ცოტა მძიმე კოსმური ენერგიის დღეა რომ ჩვეულებრივ ხდება ტყუპების ზოდიაკოში ამჯერად მზის და მთვარის ენერგიათა შეერთება ეს შეერთება რთული ამიტომ რომ ზედა მთვარე ერთმანეთთან არ მეგობრობენ როცა ისინი ერთმანეთს უახლოვდებიან მათ შორის იწყება ანტაგონისტური ენერგიების ბრძოლა ურთიერთსაწინააღმდეგო რის შედეგად რასაკვირველია მატულობს ამიტომ უარყოფით ენერგია რომელიც მოდის დედამიწაზე ამ ბრძოლის შედეგად და ადამიანთა როცა ამას გრძნობს ამიტომ ზოგიერთი ხდება გაღიზიანებადი ამის შედეგად ზოგიერთი აყვებაც თუნებებს ზოგიერთი შესაბამები მოსდის ზოგიერთი უფრო აგრესიულია ზოგიერთი უფრო დეპრესიული კონფლიქტები მატულობს აქედან გამომდინარე ზოგიერთი უყურადღებო ხდება და ამიტომ ტრაუმატული ტენდენციების ალბათობაც მატულობს ტრადიციულად შეიძლება ჯანმრთელობის გაუარესება მოხდეს თუ რაღაც სუსტი წერტილები გვაქვს ორგანიზმში აი ეს ყველაფერი გამოწვეულია ხშირად ასეთი ახალმთვარეობით მზის და მთვარის ურთიერთბრძოლით და რადგან ახლა ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში გვაქვს ესე იგი ხვალზე ორშაბათს სამშაბათს ესე იგი მაქსიმალური ყურადღება ამ ტენდენციებს არაფერი ახალი მშვენე აქ არ დაიწყოთ არავითარი დაპირებები არავითარი ზედმეტი ლაპარაკი იმიტომ რომ აქ რადგან ტყუპები მოგხსენებათ მოლაპარაკე ნიშანი შეიძლება გათქვათ მნიშვნელოვანი ინფორმაცია საიდუმლო ინფორმაცია რომელსაც მერე სხვები გამოიყენებენ თქვენ საწინააღმდეგოდ ამ ხრივ ცოტა ყურადღებით და ფრთხილად და ასევე არავითარი ფლირტი აი აქ განსაკუთრებით შეიძლება მოიმატოს ფლირტმა, მოიმატოს შინაგანმა მერყეობამ, გაორებამ, სულსტრაფობამ ადამიანებში ეს ნეგატიური თვისებები მაქსიმალურად ხვალდაზე გვაკონტროლოთ. ეს ეხება ყველას და არა მარტო ტყუპებს. ტყუპები უბრალოდ ყველაზე მთავარი რისკის ჯგუფის წარმომადგენელია, რომელსაც ამ ტენდენციებს მიმართ განსაკუთრებული ყურადღება მართებს, თუმცა ყველა ნიშანში ეს ტენდენციები შეიძლება უფრო მეტად გამოვლინდეს. გაზრდერდება ხვალდაზე დაცინვის ტენდენცია, ქურდობის ტენდენცია გავითვალისწინოთ. ასევე აქ შესაძლებელი იყოს გარკვეულწილად დაპირისპირება, რომელიც უკავშირდება უაზრო კამათს და გაკიდებას ერთმანეთის სიტყვების მიმართ. აი ამ ხრივაც ვიღოთ ყურადღებით ვაკონტროლოთ ერთ სიტყვით საკუთარი ემოცია, მოვერიდოთ ხვალდაზე განსაკუთრებით დახუთულ უხაერო სივრცეებს, იმიტომ რომ აქ ცოტა უჭერს ფილტრებს და სასუნგ სისტემას, ბრონქებს მათ შორის, ამიტომ ესე იგი თამბაქოსგან ვიყოთ შორს და დახუთული სივრცეებისგან შორს სუბთა ჰაერზე რაც შეიძლება მეტად. აი სუნთქვითი ვარჯიშები მათ შორის ამის ჩატარება იქნება საკმაოდ კარგი. აი ამ ხრივ იქნება ეს ყველაფერი რასაკვირველია გამართლებული. ეხლა მოდი ვნახოთ რადგან ჩვენ ახალმთვარეობაზე ვსაუბრობთ, ახალმთვარეობა გარკვეულ ნეგატიურ ტენდენციების შემცველიც არის. ხა ზოგ შემთხვევაში შეიძლება პოზიტივზეც ვისაუბროთ. პოზიტივი არის ის, რომ მაგათ ხვალდაზე კარგია რაღაცის დასახვა. აი მომავალი გეგმების და შემდგომ, მაგრამ არა დაწყება. დაწყება უკვე 28 რიცხვიდან, კი ბატონო. მაგრამ დასახვა კი ამ ხრივ კარგია. ეხლა მოდი ვნახოთ რის მიმართ უნდა ვიყოთ ყურადღები და რომელ ზოდიაქოს ნიშანს ჭირდება ყურადღება ხვალდაზე, ნაწილობრივ დღესაც. აი ამ ხრივ ვიყოთ ცოტა ყურადღებით, ასე იგი მაგალითად ვერძებს. ყველა სუსტი ზონა ექნება სწორედ ფილტრების სასუნთქის სისტემა. ამიტომ მათ განსაკუთრებული ყურადღება ამ სისტემის მიმართ და ასევე ინფორმაციის მიმართ. ფეიქების ალბათობა, არასწორი ინფორმაციის ალბათობა, თქვენი მოტყუების ცდელობა მაღალია. ამიტომ ნებისმიერი ინფორმაცია ნაწილობრივ დღეს ხვალდაზე განსაკუთრებით გადაამოწმეთ. ხელშეკრულებებს ხელი არ მოაწეროთ, სანამ ყველა მის პუნქტს არ გადახედავთ, თუ ესეთი აუცილებლობა იქნა. და ჯობია რომ მოლაპარაკებები ეს ორი დღე მაინც არ ვაწარმოოთ. მაქსიმალურად ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ დებთან, ძმებთან, მეზობლებთან, მეგობრებთან მიმართებაში და არ აყვეთ აქ სხვა სახის პროვოკაციულ ტენდენციებს, რომელთა ალბათობა ამ დროს მატულობს. რაც შეეხება კურო ზოდიაქოს ნიშნავებულებს, ესე იგი ამ ახალმთვარეობის პერიოდში ჩავგარგებო პირველში მეაქცეთ ყურადღება ფინანსებს.
ეცადეთ არავითარი დიდი ფინანსური ხარჯი არ იყოს ამ დროს, არავითარი ზედმეტი ინვესტიციები, კაპიტალდამოდებები. იმიტომ რომ ეს შემდგომ შეიძლება უფრო მეტ პრობლემებთან იყოს დაკავშირებული. ამიტომ ხვალდაზე ხარჯის კუთხით, ყოველდღიური აუცილებლობა ხა პურის ყიდვა და შაქრის ამაზე საუბარი არ არის. რაღაც მნიშვნელოვან ბიზნეს პროექტებზე და მშვიდ ინვესტიციებზეა მხოლოდ საუბარი. ამ მხრივ ცოტა ყურადღებით ხილად ვიმოქმედოთ პრინციპით 7 ჯერ გაზომ ერთხელ გაჭერი და უკვე 4 შაბათიდან შევდგეთ მნიშვნელოვანი საქმეების საკითხების გადაწყვეტას. გავუფრთხილდეთ განსაკუთრებით ამ დღეში ყელს, ენდოკრინულ სისტემას, მათ შორის პარისებს, ჯირკვალს, ეს ზონები გაქვთ შედარებით სუსტი, ამიტომ აქ კისრის მკვეთრი მოძრაობები, ცივი გაზიანი სასმელი და შემდგომ ძალიან ნეგატიური დახს დაასრულებენ ამ ზონებს და ესეც გაითვალისწინეთ. ეს რისკ ჯგუფში შედის აი ეს თქვენი, ასე ვთქვათ, ჯანმრთელობის ზონები. რა შეეხება ტყუპებს მაქსიმალური ყურადღება, ესე იგი ინფორმაციის არ გათქმის მიმართ ამ მხრივ ვიყოთ ყურადღებით, საიდუმლო დაიცავით, იქნებით ზედმეტად, ასე ვთქვათ, სუსტრაფი და მოუთმენელი და შინაგანად მერყევი გაურებული. ხან ერთი გინდათ, ხან მეორე. 9 პარასკევი ნუგექნებათ ამ დღეების განმავლობაში, თორე შეიძლება გადარიოთ ადამიანები თქვენს ერული და ვერ გაიგონ რა გინდათ საბოლოო ჯამში. აი ამ მხრივ ცოტა ყურადღებით, ჩქარობთ გაწყვეტილების მიღებისას მოქმედების დროს, რათა აქაც შეცდომები არ დაუშვათ. და პრაქტიკულად საუბრობთ, რომ ამავდროულად თვითრწმენა არ უნდა დაკარგოთ საკუთარი შესაძლებლობების და ძალების მიმართ. გავუფრთხილდით თავის არის აიწნევები შეიძლება კონდეს, თავის ტკივილების ფორმაც შეიძლება დროდადრო იჩენდეს თავს. აი ამ მხრივ ვიყოთ ცოტა ყურადღებით ამ ორგანოების მიმართ. კერჩხების ზოდიაქოს რაც შეეხება პირველ რიგში, თქვენ აქ ჭირდებათ მაქსიმალური ყურადღება ფარვლის, ჭორების, ინტრიგების, თქვენ საწინააღმდეგო ზურგს უკანა მოქმედებების მიმართ, რომელთა ტენდენციები ამ ორ დღის განმავლობაში იქნება და ვიყოთ ყურადღებით და რისკ ჯგუფში გაქვთ თქვენ ლიმფური სისტემა, ტერფების ზონა, არ გადაგიბრუნდეთ ფეხის ტერფი, რავით ამ მხრივაც ყურადღების სწორად და მხედველობა, ძალიან უგადაღლით თვალებს. რაც შეეხება ლომის ზოდიაქოს ნიშნავადებლებს, აქ მთავარი პრობლემა თქვენთვის არის მოგზაურობა რა კუთხით და იმ კუთხით, რომ ტრანსპორტი დაუშვათ თუ თქვენ ხართ საჭესთან, უნდა იყოს აბსოლუტურად გამართული. შემდგომ ასევე კომპიუტერთან ყურადღებით. აი ხვალდაზე შეიძლება, თუმცა მთლიანობაში ძალიან კარგია თქვენთვის ინტერნეტი ამ კვირაში, მაგრამ ხვალდაზე ფეიქების და შეცდომების დაშვების ალბათობა არასწორი ინფორმაციის მიღების კუთხით გექნებათ მაღალი. ამიტომ ხვალზე მიღებულ ინფორმაციას ადვილად არ დაუჯეროთ და ყველაფერი გადაამოწმოთ. ეცადეთ, რომ ხვალდაზე ურთიერთობა მეგობრებთან შეინარჩუნოთ კარგი და რაღაც სისულელეებზე არ წაკამოთ და ურთიერთობა არ გაიფუჭოთ. რისი ტენდენცია არის? გავუფრთხილდით აკას თვალებს, ნერვულ სისტემას, რომელიც სუსტდება და მიაქცევთ ყურადღება ასევე ვენებს. დიდხანს ფეხზე ნოიდგებით, ჯობია იაროთ, ვიდრე იდგეთ. ამასაც მიაქცევთ ყურადღება. რაც შეეხება ქალწულის ზოდიაქოს ნიშნავადებლებს, მთავარი საფრთხე თქვენ გაქვთ აქ ძვლოვანი სისტემიდან. ძვლოვანი სისტემა ხერხემალი, სახსრები, მუხლები, ზედმეტ სიმძიმეებს აწევთ, მკვეთრ მოძრაობებს მოვერიდოთ ამ დღეებში, რათა არ გაგაშეშოთ ამან. ეს ზონები სუსტია და მაქსიმალურად ეცადეთ ხვალზე არ ეკამათოთ ხელმძღვანელ პირებს, პირიქით მათთან შეინარჩუნოთ კარგი ურთიერთობები. რათა ამან მერე თქვენს კარიულ წინსვლაზე ნეგატიური დაღი და ზეგავლენა არ მოახდინოს. რაც შეეხება სასწორებს, ხვალდაზე ჩემო კარგო ნაწილობრივ დღეს თავისთავად თქვენს გჭირდებათ მაქსიმალური კონტროლი ტრანსპორტის მიმართ, ტრანსპორტი თუ თქვენ საჭესთან ხართ, უნდა იყოს აბსოლუტურად გამართული, რათა აქ რამე ტექნიკური პრობლემების წინაშე არ დადგეთ. და ამასთან ერთად ვეცადოთ, რომ მიაქცევთ ყურადღება ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს. ეს ორი ზონა, ამიტომ კვების კულტურა წამოწევთ წინაპლანზე, რომ ეს ორი ზონა არ დავაზიანოთ. არასწორი კვებით მათ შორის. მორიელს რაც შეეხება, აქ მთავარი სირთულე არის რა? საიდუმლოს დაცვა თქვენი მხრიდან რაც აუცილებელია და აკონტროლეთ ერთობლივი პარტნიორული ურთიერთობა გაქვთ ერთიან ფულთან. აი პარტნიორის მოქმედება ფულის, ამერთიანი ფულის მიმართ, რათა ზედმეტ გადახარჯვას და მერე არასწორ ხარჯვას ადგილი არ ქონდეს. და სუსტი ზონები გაქვთ შარსასქესო რეპროდუქტიული სისტემა. მოვერიდოთ ხვალდაზე ინტიმურ საეჭვო კონტაქტებს მით უმეტეს. შვილოსან რაც შეეხება, აღნიშნოთ, რომ აქ პირველ რიგში ითხოვს ყურადღებას ყელის არე, აქაც ენდოკრინული სისტემა, თირკმელების ზონა. მოვერიდოთ ალერგიის გამომწვევი პროდუქტების მიღებას, აი ეს ორი დღე. განსაკუთრებით და ასევე ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად რთული საკითხები თუ იქნა რაიმე გადავწყვიტოთ გინც სახში, გინც სამსახურში მშვიდობიანად, დიპლომატიურად კომპრომისების მიღწევით და არა აგრესიით. რათა აქ უბრალოდ სწორად ჩაუბაროთ კოსმოსს, ეს კოსმური გამოცდის პერიოდი, რომელსაც ახალთვარეობა ეწოდება.
თხისკას რაც შეეხება მთავარ ჯგუფებში შედის ნატოვთა სისტემა, კუჩქოშა ჯირკვალი ელენთა, ამიტომ კვების კულტურა ასევე მნიშვნელოვანია თქვენთვის და ეცადეთ რომ მაქსიმალური ხვალდაზე დიპლომატია თავდაჭერა გამოავლინოთ ხელმძღვანელ პირებთან, კოლეგებთან მიმართებაში, აქ რაღაც საკითხთან დაკავშირებით არ დაიძაბოს ურთიერთობა. და ცოტა მეტი ყურადღება ეჯამთულობის იმ ზონებს, რომელიც აღნიშნეთ. მერწყულს რაც შეეხება ამ ორ დღეში მაქსიმალური ტაქტი თავდაჭერა სასქესო პარტნიორებთან და შვილებთან. ეს არის აუცილებლობა და გავუფრთხილდეთ გულსიძარღვან სისტემას. ზედმეტად ნუ გადაიღლებით, ეს ერთი ზედმეტად ნუ რაფერზე ნუ ინერვიულებთ, რაც არ უნდა ხდებოდეს, ეს ყველაფერი მერე ადვილად გადაწყდება და აი თქვენთვის განსაკუთრებით საყურადღებოა სწორედ სოლარიუმი, აბანო, საუნა, სიმძიმეების აწევა ამისგან ეყავით ცოტა შორს. აი ამ ორი დღის განმავლობაში. თევზებს რაც შეეხება, ესე იგი აქ მთავარია თქვენთვის სტაბილური ურთიერთობების შენარჩუნება ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან და რაღაც საკითხებთან მიმართებაში არ გააფუჭოთ ეს ურთიერთობა, არ იკამათოთ და სუსტი ზონა, კუჭის ზონა და მკერდი. ამიტომ აქაც კვების კულტურა წამოწიოთ წინა პლანზე, რათა ამას მერე რაიმე სახის რთულები არ მოყვეს. ეს მოკლე ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ რა ტენდენციების მიმართ უნდა იყოთ ყურადღებით ზოდიაქოს ნიშნები, ნაწილობრივ დღეს ასევე ხვალ და ზეკ, ანუ ახალმთვარეობის ამ პერიოდებში. რათა აი ეს დღეები უფრო მშვიდად და სტაბილურად გავიაროთ. ეხლა აღნიშნოთ, რომ ხვალ დილით თქვენ კიდევ ერთხელ ნახავთ გამეორებით ჩვენს დღევანდელ გადაცემას ტელეკომპანია კავკასიის ეთერში დილის 11 საათზე, შემდგომ Facebook-ზეც დაიდება. ამის გარდა, ესე იგი, ხვალ დილით ისევ გვექნება სხვაშორის მიუხედავად ასეთი დღესასწაულო დღისა, ხვალ დილით შევხვდებით ტელეიმედის ეთერში, შემდგომ კი გადავინაცვლებთ პოსტივის ეთერში და იმედის რადიო არ გვექნება გადაცემა, მაგრამ პოსტივი იქნება. და მე ასკოლე პოსტივი შევხვდებით კიდევ ხუთშაბათს დილის გადაცემაში და შემდგომ უკვე პარასკევს რუსთავის 2-ზე კვლავ შეხვდებით ერთმანეთს რადიო ფორტუნა ისევ ტრადიციულად და ერთგულად გაწვდით სამჯერ დღეში ინფორმაციას ჩემს მიერ გახმოვანებულს კვირის და დღეების ცალკეული ასე თქვა დღეების ასტროლოგიური პროგნოზის შესახებ და სკოლასოვალი გაზეთი ჟურნალი თბილისელები ყოველ შაბათს გაწვდიან ასევე ინფორმაციას ასტროლოგიის, რომელთაც ხართ გაფრთხილებული, შეარაღებული, მოდია წარმატებული. ესე იგი, უკვე იცით რომ ხვალზე ეს დღეები ცოტა ფრთხილად წინდახედულად გავიარო და პროვოკაციებს არ ავყვეთ, რომელთა ალბათობა არის მათ შორის პოლიტიკური პროვოკაციების ტენდენცია, იცით ამის შესახებ და ისედაც საყოფაცხოვრებო პროვოკაციების ტენდენციაც მაღალია და გავიაროთ ამ მხრივ ყურადღებით ღირსეულად, რათა არ ავყვეთ ამ პროვოკაციებს და ამით საკუთარი კარმა არ გავიფუჭოთ და სანამ დაგემშვიდობებით, კიდევ ერთხელ მინდა მოგელოცოთ ხვალინდელი დღე, დამოუკიდებლობის დღე და გისურვოთ ყოველივე კარგი. ამ ინფორმაციით საუკეთესო სრულებით მე დღეს ამით გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.